ვართ ჩვენ აქ ვართ ვა ჩვენო ძალა მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. ახლა ვიმყოფები პოლონეთში, კერძოდ ქალაქ კატოვიცეში და მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე. უკვე მესამე ევროპის ჩემპიონატია. 21 წლამდელი ჩემპიონატი ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც 2023 წელს ჩვენმა გუნდმა მოახერხა მეოთხედფინალში გასვლა და ახლა უკვე სლოვაკეთში ჟილინაში დავიწყებთ, შემდეგ ტრენჩში გავაგზავნებთ და ვეცდებით რომ გავიდეთ მეოთხედფინალშიც, ნახევარფინალშიც, ფინალშიც და მივაღწიოთ უკეთეს წარმატებას. მოკლედ იწყება ჩვენი მოგზაურობა და ვეცდები საინტერესო ვლოგი შემოგთავაზოთ. მოკლედ გიბრუნდებით ქალაქის ჟილინიდან, უკვე ვარ სლოვაკეთში, ვართ ადგილზე და ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის, უკვე ავიღეთ აკრედიტაცია და იმედია რომ ხვალინდელი დღე იქნება გამარჯვების დღე. ჩვენთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატია. პირველად გავიდნენ ბიჭები თავისით ევროპის ჩემპიონატზე და იმედი მაქვს რომ პოლონეთის წინააღმდეგ პირველ გამარჯვებას მოვიპოვოთ. მოკლედ მეგობრებო, ახლა მივემართებით რამასვანაძის პრესკონფერენციაზე. იგი გამართავს პრესკონფერენციას, შემდეგ უკვე ვარჯიში იქნება და ეს იქნება ბოლო მომზადება თამაშის წინ. მადლობა, რა თქმა უნდა, დანაკლისია, ეს ფაქტია, მას ვერ გავიქცევით არავის გამყოფარნი და სამწუხარო მათგანი ჩვენთვის დიდი დანაკლისი და ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მათ საკუთარი წვლილი და როლი ჰქონდათ იმ წარმატებაში, ჩვენ არ მოგვიყვანა, ამიტომ ადამიანურად ძალიან სამწუხაროა ისინი ჩვენს გვერდით არ არიან. ადგილობრივ მოლში ვარ და ძალიან საინტერესო რაღაცას გადავაწვდი. ჟილინას თასებია გამოფენილი და აგრეთვე ლეგენდარული ფეხბურთელების მართვის მაისურები თავისი ხელმოწერებით. არ ვიცი, ეს ვის თასებია ძალიან ხო. მედია და სპორტიო რაღაცა ჩემპიონატი. ეს ჩამოსვლის შემდეგ მეგობრებო, ყველაზე მეტად ამის დანახვა გამახარა. მატჩის წინ მეგობრებო, სპეციალური ზონაა, ფან-ზონა მოწყობილი და ვეცდები ქალმაგერთან საინტერესო ინტერვიუები ჩავწერე. ძალიან სასიხარულოა, როდესაც ქართული სპორტის ქალმაგები და ქართული გულშემატკივრები უკვე მესამე წელია ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრობს საკუთარ ნაკრებს. ტრადიციულად ვფიქრობთ, რომ ამ ჩემპიონატისთვისაც კარგად იქნება ჩვენი ნაკრები მომზადებული და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი თამაშის და ძალიან ბევრი ბრძოლის ნახვა შევძლებთ მოედანზე და აუცილებლად გავიმარჯვებთ. საბა საზონოვი. What do you think about today's match? I hope Poland will win 2-0. And what do you think about Georgia? Georgia's team? Georgia has become popular in Poland. People say it's friendly and it's welcoming and there's good food there. So I wish to go there, and one day I will.
აი ბოლწოზე რა ხარატიშვილის შეევის დროს რა იგზენია რა მე მე უყურებდი ზუსტად აი სადღაც 13-ში ხარატიშვილის სეივს და გასახდოს რომ შევედი ზუსტად მაგას ვეუბნებოდი რომ აი რაღაც კარიკატურა რო არის ხო ეს ფეხბურთის ღმერთი რო სულს უბერავს აი მეგონა რა აი მეგონა რომ აი ღმერთის ხელი იყო იმიტომ რომ აი შეუძლებელი ბურთი აიღო რა იგზენი მაგაზე უბედნიერესი ვიყავი იმიტომ რომ ბოლო წუთზე მოხდა ჩემი წვლილი შევიტანე გუნდის გამარჯვებაში ძალიან ბედნიერება არის და ყველა თითოეულ ფეხბურთელს აი რაღაც გადამწყვეტი მომენტი როცა აქვს და გამოსდის იმ მომენტში არის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ემოციურია რა. პირველ რიგში მიულოცავ მთლიან საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას, ბიჭებს მიულოცავ. მადლობა ქომაგებს, საქართველოს ჩამოსულ ხალხს ყველას, რომლებიც უთამაშ განმავლობაში გვალაში ყოფნენ. მადლობა მათ. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ მივიღეთ ის, რისთვისაც ამდენი ხანი ვშრომობდით და ეს ყოფილა შემთხვევითი, ძალიან მაგრად ვითამაშეთ. და შედეგის დავუმსახურეთ ვფიქრობ. საკუთრებული ურთიერთობა გაქვთ ქომაგებთან და აი რას ნიშნავს რომ აქ შიგნით ჩამოვიდნენ და გულშემატკივრობ. ხო, მე ვლაპარაკობდი კომაგებთან, ძალიან მიხარია რომ ჩვენ ეგეთი ფანები გვაქვს. გულშემატკივრები, ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესო გვაქვს ჩვენ. და ტრამოზის რო ვიყავი რეაბილიტაციას რო ვაკეთებდი, ჩვენთან ვლაპარაკობდნენ, სულ Instagram-ზე წერდნენ, ტელეფონი აქვს და ძალიან მიხარია რომ შემიძლია რომ გავაკეთო ყველაფერი და ეხლა თამაში რომ მოვიგეთ, ჩვენ გახარებული ვართ და კომაგებიც ჩემი აზრით იმენა ძალიან გახარებული არის. მოკლედ ასე და ამგვარად მეგობრებო დასრულდა ჩვენი ვლოგი ნოდა ლომინაძისა და ვასილიოს გორტეზიანის გოლებით მოვიგეთ გავიმარჯვეთ და ამჟამად ვართ ერთადერთი გუნდი რომელსაც წაგება არ აქვს ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე გულისხმობ მთელი ისტორიის მანძილზე მოკლედ ველოდებით საფრანგეთთან და პორტუგალიასთან მაჩს და იმედი მაქვს რომ ჯგუფიდან აუცილებლად გავავალ ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ძალიან მეიმედება მათი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება მომავალ შეხვედრამდე ამოვავსებ არასტოია წერს თარიღებს შრომად გამსნამიჯებს ქარს არ მოუტანია და უკან ვერ წაიღებს ჩვენ ხმას უყველა გაიგებს დავდება ტკბილად ზაპარი და ვიმეორებთ ერთად ვართ და ყველაფერი მზად არის ჩვენ აქვართ ვა ჩვენო ძალა